წელს ჩვენ ყვარელში აქ სასწავლო ცენტრში, რომელიც პირველ რიგში ემსახურება, რა თქმა უნდა, საჯარო მოხელეების ტრეინინგს, გადავწყვიტეთ, რომ გვემასპინძლა ბავშვებისთვის, რომლებმაც გაიარეს კონკურსი საქართველოს 5 ქალაქში და შეირჩა 39 წარმატებული მოზარდი, რომელიც ჩამოვიდა და ერთ კვირაზე მეტი დრო დაჰყო აქ ამ უნიკალურ ინფრასტრუქტურაში, ყვარელში ამ ისტორიულ ადგილას. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა ტრეინინგი გაევლოთ და როგორც ჩანს, მათ ყველაზე ძალიან მოეწონათ ადამიანის უფლებების ტრეინინგი და ის ტრეინინგი, სადაც ჩვენ მოზარდებს ვასწავლით თუ რას ნიშნავს იყო პიროვნება და რას ნიშნავს იყო მოქალაქე, როგორ უნდა იყო კანონმორჩილი მოქალაქე და ამავე დროს თავისუფალი ინდივიდი. თავისუფლებებზე ეს ტრეინინგი, მე მგონი, რომ ყველასთვის სასარგებლო იყო. მათ ჰქონდათ ერთადერთი შენიშვნა, რომ ეს უფრო მეტდღიანი საზაფხულო სკოლა უნდა ყოფილიყო, რასაც რა თქმა უნდა მომავალი წლისთვის ჩვენ გავითვალისწინებთ. ჩემს სკოლაში ჩატარდა მათემატიკის ოლიმპიადა, რომლის შედეგადაც მე მოვხდი ამ ბანაკში. აქ გავიცანი 40 არაჩვეულებრივ ადამიანი, რომელთანაც იმედია გავაგრძელებ ურთიერთობას ამ ბანაკის შემდეგ, იმედია კი აუცილებლად. აქ ჩავიტარდა ძალიან ბევრი ლექცია, რომლიდანაც მე გავმოყობ მათემატიკის, იმიტომ რომ მე მათემატიკა ძალიან მაინტერესებს და ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და გავიგე ბევრი სიახლე და იმედია ამ ასეთ ბანაკში ხშირად მოვხვდები და მადლობა ზუსტად სასწავლო ცენტრს. თინათინ კურცხალია. ერთებული შტატების კანონმდებლობა. თუმცა ამ შემთხვევაშიც არის ერთი გამონაკლისი.